ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ საჯარო დებატებს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ვცდილობთ ყველა აქტუალურ საკითხზე დებატების ორგანიზებას, რომ სხვადასხვა მხარეს მოусმინოთ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით. დღეს მიმოვიხილავთ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და შევაფასებთ იმ ხარვეზებს და გამოწვევებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა დაახლოებით ერთ კვირაში ხდება ერთი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ იყო მიღებული. ერთი წელი ალბათ არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია უკვე გარკვეული შეფასებების გაკეთება. მოგხსენებათ, იყო საკმაოდ სერიოზული ნებათაღელვა ერთი წლის წინ და იმის ალბათობაც, რომ იქნებოდა თუ არა მიღებული ფაქტიურად კანონი, რეალურად პრობლემების წინაშე იდგა და შესაძლოა საზოგადოებას სამწუხარო შედეგი მიეღო. იყო საკმაოდ სერიოზული ზეწოლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მაგრამ ერთ წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ კანონი არის ამოქმედებული. შედარებით გვიან, მაგრამ ჩვენთან ასევე შეიქმნა სახელმწიფო აპარატში სპეციალური თანასწორობის დეპარტამენტი. გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა დამატებითი ფინანსური ასიგნებების გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან, რომელიც გასული წლის სექტემბერში განხორციელდა. გარკვეული დრო დასჭირდა ასევე შესაბამისი ბაზის მომზადებას, რესურსების, არამხოლოდ რესურსების მობილიზება იყო საჭირო, არამედ შესაბამისი კადრების და დღეს უკვე თანასწორობის დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, სრული შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, მუშაობს იმისათვის, რომ შეისწავლოს დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტები, მათ შორის ასევე ჩვენი საკუთარი ინიციატივით დაწყებული და უკვე არის დაწყებული ასეთი საქმეებიც. და რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეპარტამენტი ასევე არის აქტიურად ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში და ამ ხრივ უკვე არაერთი ღონისძიება იყო ამ ხნის განმავლობაში ორგანიზებული. ამაზეც დეტალურად იქნება საუბარი მოგვიანებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ დღეს გვექნება შესაძლებლობა მიმოვიხილოთ უფრო დეტალურად თუ რა შესრულდა, როგორ მუშაობს კანონი, რა პრობლემები გამოიკვეთა ამ წლის განმავლობაში და ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე არსებობს, დღეს იქნება შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ ხარვეზებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ასე ამ ფორმატში შეგვეძლება ყველა მხარის პოზიციები დავაფიქსიროთ და დავინახოთ თუ რა არის შესაძლებელი და გამოსასწორებელი. მე არ მინდა ძალიან გავაგრძელო, იმიტომ რომ ყავს რამდენიმე გამომსვლელი და მათ ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად მიმოიხილონ, მაგრამ მანამ სანამ გადავიდოდეთ უკვე მოხსენებებზე, ქალბატონ ევა პასტრანას ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლს მინდა გადავცე სიტყვა. ევროკავშირი და ქალბატონი ევა ყოველთვის თითქმის ყველა ჩვენი ინიციატივის და ჩვენი პროექტების მხარდამჭერია, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ. Okay. So thank you very much. Welcome to everybody. As you know, these public debates are always touching some sensitive issues, but this is an initiative from the public defender that the European Union supported immediately after it was proposed. So today we're discussing a very important topic. It was really crucial last year. Georgia adopted a law under pressure of from conflicting groups. This is always the case when these anti-discrimination laws are debated. They generate a lot of controversies and friends and foes. But I think that the unanimous adoption of the Parliament of this law sent a clear message to the world that Georgia is really a country where tolerance should be the rule, and that discrimination is not accepted. So this was a law that we judged it as compliant with European standards at the time, which does not mean that amendments cannot be introduced
or that the law cannot be improved. And it's sorry. Yes. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას და დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და აღნიშნო რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განსახილვად ვარ დღეს ჩვენ შეკრებილები ამ საჯარო დებატების ფარგლებში რომელიც იმართება ყოველი თვის ბოლოს და ეს ჩვენმა წარმომადგენლობამ ძალიან ასე ვთქვათ დიდი მოწონებით აიტაცა და როგორც კი ჩვენთან შემოვიდა მოთხოვნა მას შემდეგ ვუჭერთ მხარს ამ დებატების გამართვას. დღევანდელი ჩვენი თემა ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ განხილვები ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი ეს კანონი როგორც აღინიშნა არც თუ ისე ასე ვთქვათ მარტივი კონტექსტში იქნა მიღებული შარშან იყო ძალიან ბევრი სხვადასხვაობა რაც ნამდვილად არ იყო მოულოდნელი ვინაიდან ყველა ქვეყანაში ახლავს ხოლმე ამ ასეთი კანონის მიღებას აზრთა სხვადასხვაობა და ასეთი წინააღმდეგობრივობები თუმცა ის რომ პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო ეს კანონი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ტოლერანტობის მიმართ არის ძალიან დიდი მზაობა და ასე ვთქვათ და დისკრიმინაცია სადაც არის მიუღებელი და მართალია შარშან მიღებული კანონი შეესაბამება და აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს მაგრამ რასაკვირველია გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს და მნიშვნელოვანი იქნება ამ გაუმჯობესების შესაძლო საკითხებზე საუბარი. Okay, so last year it was not only the adoption of the anti-discrimination law, but we also witnessed the creation of the Equality Department in the Public Defender's Office. And we were also very much pleased to see that the government allocated resources to this Equality Department. Much more when we, the European Union, we are planning also to allocate resources, but I have to admit and to regret that these resources are coming later than expected, just on bureaucratic grounds. It will arrive, but it's good to mobilize state budget because our money was delayed. So these deserve double congratulations to the public defender that with our missing promise budget to still manage to set up this equality department. The equality department, I think they are doing an incredible job for the short time of its existence, and this was assessed very positively by us. At the same time, we saw something which does not happen every day in Georgia, and is NGOs joining forces, making rational division of labor, and forming this coalition of anti-discrimination coalition. And this is very good because sometimes me working on human rights issues, I see that there is a trend in Georgia of rivalries and conflicting egos or interests or whatever, and it's not easy to make NGOs having a consensus on some issues. So it is very good that you manage. My congratulations also to the NGOs. And then also I know you are in collaboration with the public defender. Sorry, I forgot. და მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს როგორც ეს დეპარტამენტი როგორც აღინიშნა ან თანასწორობის დეპარტამენტი რომელიც შეიქმნა სახალხო დამცველის აპარატში და რომელიც დაფინანსდა დღემდე ფინანსდება სახელმწიფო სახსრებით რაც მისასალმებელია და გილოცავთ ამას და ორმაგად მისალოცია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვაპირებდით ევროკავშირი ამის დაფინანსებას მაგრამ ბიუროკრატიული საკითხებიდან გამომდინარე დაგვიანდა და ამდენად ეს ძალიან კარგად ასე ვთქვათ კარგი შესაძლებლობა იყო სწორედ ბიუჯეტის გამოყენებით ამ დეპარტამენტის ამოქმედება რომელმაც მიუხედავად იმისა რომ სულ ცოტა ხანია რაც ფუნქციონირებს ძალიან სერიოზული მიღწევების დაფიქსირება შეძლო და ჩვენი სახსრების და ჩვენი დაფინანსებაც ამასობაში ხელს შეუწყობს კიდევ უფრო გაძლიერებას მნიშვნელოვანია
ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან აქტიური მონაწილეობა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ასევე გასაოცარია ის ერთსულოვნება, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიჩინეს, მათი რიგ შემთხვევებში შეიძლება წინააღმდეგობრივი ინტერესების მიუხედავად და ამ კოალიციის ფარგლებში ასეთ მხარდაჭერას ახორციელებენ ამ საკითხის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებისთვის. Okay, and now you know that anti-discrimination for the European Union is a principal issue linked to human rights, but there is also a political dimension, and it is also now one of the areas that is considered under the visa liberalization action process. აღსანიშნავია ასევე რომ ევროკავშირისათვის ანტიდისკრიმინაციული საკითხები გახლავთ არა მხოლოდ პრინციპი, არამედ ასევე პოლიტიკური საკითხი და გახლავთ ერთ-ერთი სფერო, რომელიც მიბმულია და კავშირშია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან. So in this regard, some people could be like hesitate between the position of saying, is it sufficient what we have? Is it good? So that this political assessment is positive? Or no, it is absolutely wrong? And then the political assessment will be negative. ამდენად ესე იგი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორი იქნება ეს პოლიტიკური შეფასება, ანუ რამდენად დადებითად და კარგად პოზიტიური იქნება ეს შეფასება ანტიდისკრიმინაციული ამ კანონმდებლობის განხორციელების კუთხით. So this is a dilemma that people have, including myself, okay, and I'm sharing this with you. So to have your support, and for me it's like after thinking a lot about it, it's like anti-discrimination is a principal issue. This is not negotiable. და ესე იგი ეს პრინციპი შეიძლება ითქვას რომ არის დილემაო და ეს დილემა დგას დღის წესრიგში და მათ შორის მეც მაწუხებთ და მინდა გაგიზიაროთ და მოვიპოვოთ თქვენი მხარდაჭერა და ანუ ის საკითხი რომ ესე იგი ეს გახლავთ პრინციპული საკითხი ანტიდისკრიმინაციული ეს საკითხი Though the advancement of human rights needs to be contextualized and cannot be taken into a vacuum. So that is why it is very important for us to assess trends and perspectives and outlooks, whether it is positive or not. და მნიშვნელოვანია კონტექსტში ამ ყველაფრის განხილვა, ადამიანის უფლებების განხილვა და ტენდენციის ასევე სამომავლო პერსპექტივის ჭრილში და აქედან გამომდინარე განსაზღვრა, რამდენად დადებითად შეიძლება შეფასდეს მთლიანობაში. Okay, I see a positive trend and a positive outlook. But this does not mean that things cannot improve. And in this regard, we are very supportive of the considerations of the Ombudsman to the Parliament. If not all will be accepted, but at least they deserve due deliberation and they deserve explanation of in case of rejection. და ესე იგი მე პრინციპში ჩემი შეფასებით ეს გახავთ დადებითად ვაფასებ როგორც ანუ ტენდენციას ისე სამომავლო პერსპექტივას და მაინც მიმაჩნია რომ ომბუდსმენის მიერ განსაზღვრული გარკვეული საკითხები რეკომენდაციები თუ მოკლედ პარლამენტისთვის გაგზავნილი ნამდვილად სერიოზულ განხილვას და გათვალისწინებას იმსახურებს და იმ შემთხვევაშიც კი თუ არ იქნება ისინი მიღებული მაშინ უნდა განიმარტოს და დასაბუთდეს მიუღებლობის მიზეზები. And a final word about the responsibility of the court and judges, because usually people working on human rights, we tend to focus on ombudsman or on NGOs, but we should bear in mind that the first front runners and the first defenders of human rights in democracies are judges.
მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ მოსამართლეებისა და სასამართლოს მთლიანობაში, ესე იგი როლი ამ პროცესში, ვინაიდან მართალია ჩვენ ხშირად ვეყნობით ხოლმე, ესე იგი ომბუდსმენზე გვაქვს ანუ იმედები დამყარებული, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომ ისინი მოახდენენ საკმარისად ადვოკატირებას, მაგრამ შეიძლება ყოველთვის კარგად არ ვაცნობიერებთ ან არ გვახსოვს და გვავიწყდება და მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ რომ პირველი ანუ დამცველები ადამიანის უფლებებისა სწორედ სასამართლოები არიან. And this is why responsibility and accountability has to be shared. It cannot only be on the hands of the government, it cannot be only on the shoulders of the public defender, and it cannot be only the activism of the NGOs. Judges are there to defend rights of citizens. So I will finish with this, but it was also important for me to address you since you are working on these areas, because you will see that in 1 month there is some expectations that there will be also this Riga summit, there will be this VLAP assessment, and I would like you to understand that these kind of exercises are far from being easy. So thank you very much, and I leave you, and I wish you fruitful discussions. Thank you. და შესაბამისად მნიშვნელოვანია ყველა ამ აღნიშნულ მხარეს შორის მოხდეს პასუხისმგებლობების და ანგარიშვალდებულების სათანადოდ გადანაწილება და მოსამართლეებმა თავიანთი შესაბამისი როლი კიდევ უფრო უკეთ შეასრულონ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. და მე რატომ შევაჩერი ამ ყველაფერზე თქვენი ყურადღება, რომ ერთ თვეში ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდება და კიდევ უფრო თვალსაჩინჩინოდ წარმოჩინდება რიგის სამიტის და ანუ შეფასების ფარგლებში და ნამდვილად არ არის ეს ასეთი მარტივი და ძალიან კარგია რომ აი ამ ეტაპზე და ამ ერთი თვით ადრე ჩვენ სწორედ ამ ტიპის დისკუსიას ვახორციელებთ. დიდი მადლობა და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას. დიდი მადლობა ქალბატონო ევა. დღევანდელ დებატებს მოდერაციას გაუწევს ეკატერინე პოპხაძე, სახელმწიფოს საპარლამენტო მდივანი. მადლობა. მოგესალმებით ყველას და მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. ასევე არ შემიძლია მადლობა არ განვაცხადო ევროკავშირის მიმართ, რომელიც ძალიან გვეხმარება სახალხო დამცველის ოფისს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი კონტრიბუცია და მათი წვლილი არა მარტო ამ დებატებში, არამედ ზოგადად ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენი დღის წესრიგი თქვენ ყველას გაქვთ და ალბათ გაიცანით, თუმცა ნაცვლად 4 მოდერატორისა, 4 მომხსენებლისა, რომელიც დღის წესრიგში ყავდა მითითებული, ჩვენ გვეყოლება 3 მომხსენებელი, სამწუხაროდ ბატონმა გედევან პოპხაძემ ზუსტად შეხვედრის დაწყებამდე ცოტათნით ადრე დამირეკა და მითხრა რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ვერ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას, თუმცა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ კორძაიას, პარლამენტიდან ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც მოვიდა და რომელიც ასევე მის მოსაზრებას წარმოადგენს დღევანდელ შეხვედრაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს შეხვედრა ეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, იმ ხარვეზებს და გამოწვევებს, რაც ჩვენმა ოფისმა პრაქტიკულად 5 თვიანი მუშაობის განმავლობაში გამოავლინა. ძალიან მოკლედ რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ საკანონმდებლო წინადადებებით უკვე მივმართეთ პარლამენტს, ორივე კომიტეტმა, როგორც იურიდიულმა კომიტეტმა, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება და ამაზე გარკვეული საპარლამენტო დებატები უკვე წარიმართა, თუმცა ინიცირება ჯერ არ მომხდარა. ორივე კომიტეტმა მოიწონა წინადადება, არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც დღეს გავაჟღერებთ და ამ შენიშვნების შესაბამისად ალბათ მომავალში მოხდება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უკვე ოფიციალურად და ფორმალურად ინიცირება. ასევე მინდა აღვნიშნო და ძალიან დიდი მადლობა მოუხადო კოალიცია თანასწორობისთვის, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა ამ საკანონმდებლო წინადადების მომზადების პროცესში და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათ ასევე საპარლამენტო განხილვებში, ორივე კომიტეტის ხდომაზე იყვნენ წარმოადგენლები და ჩვენთან ერთად აქტიურობდნენ, რომ დაგვერწმუნებინათ დეპუტატები ჩვენი საკანონმდებლო წინადადების ლეგიტიმურობაში და დიდი მადლობა ამისთვის და მათაც ექნება დღეს შესაძლებლობა ჩვენს დებატებში ასევე მიიღონ მონაწილეობა და მათი მოსაზრებები გაგვაცნონ. დიდი მადლობა და მაკა გიოშვილ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვ, რომ წარმოადგინოს ჩვენი წინადადებები. ძალიან დიდი მადლობა იკა. დიდი მადლობა. მე შევეცდები რომ ძალიან მოკლედ წარმოვადგინო თუ რა იყო ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, მისი ძირითადი შინაარსის შესახებ და ასევე ის შენიშვნები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის კომიტეტებისგან. როგორც აქ უკვე აღინიშნა, კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ მიღებული იქნა 2014 წლის მაისში და აღნიშნული კანონის მიღება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ისტორიაში, შეიძლება ასეც ითქვას. კანონმა დისკრიმინაციის აღმოფხვისა და თანასწორობის
უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის ფუნქცია მიანიჭა საქართველოს სახალხო დამცველს. პარლამენტმა აღნიშნულით განაცხადა, რომ და აღიარა, რომ საჭიროა არსებულიყო ორგანო, რომელიც ზედამხედველობას განახორციელებდა დისკრიმინაციასა და ხელშეუწყობდა თანასწორობის უზრუნველყოფას. მან აღნიშნული ფუნქცია სახალხო დამცველს არ მიანიჭა მხოლოდ დეკლარირებურად, არამედ გაითვალისწინა გარკვეული მექანიზმი აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად. კერძოდ ეს არის დისკრიმინაციის ფაქტების შესწავლა, მტკიცებულებების გამოთხოვა, რეკომენდაციებისა და ზოგადი წინადადებების გაცემის უფლება, მორიგების პროცედურები და ასე შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კანონმდებლობის აი ამ მონდომებისა, დღეს კიდევ არსებობს ხარვეზები, რომელიც სახალხო დამცველს ხელს უშლის მისი ფუნქციების ეფექტურ განხორციელებაში. და აღნიშნულ ხარვეზებს მე შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ წარმოვადგინო. კანონმა გაითვალისწინა ორი სახის მექანიზმი დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის თავიანთი უფლებების დასაცავად. პირველი ეს არის, მათ აქვთ უფლება, რომ მიმართონ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველს შეუძლია, რომ განიხილოს საქმე, შეისწავლოს დისკრიმინაციის ფაქტი, გამოითხოვოს მტკიცებულებები, გამოიკულიოს მოძებნოს და დაკითხოს მოწმეები, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა და თუ დადგინდება დისკრიმინაცია, რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის საჯარო დაწესებულებას თუ კერძო პირს. დაზარალებულს ასევე უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ანუ კანონის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ დაზარალებულს ისარგებლოს აი ამ ორივე მექანიზმით, სახალხო დამცველით და სასამართლოთი, ვინაიდან ამ ორი მექანიზმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი არის დაზარალებულისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად. თუმცა პრაქტიკაში ხდება ისე, რომ სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას ძალიან ბევრ საქმეზე დააფიქსიროს საკუთარი ფუნქცია, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. კერძოდ, კანონით არის დადგენილი ძალიან მცირე ვადები სასამართლოში მისასამართად, შრომით დავებზე ეს არის 1 თვე, ხოლო დისკრიმინაციის სხვა დავებზე ეს არის 3 თვე. მოგეხსენებათ, რომ 3 თვე არის ძალიან მცირე ვადა სახალხო დამცველისთვის მოსამართავად და ასევე სასამართლოში სარჩელის წარსადგენად და სახალხო დამცველი ძალიან ბევრ შემთხვევაში იძულებული არის, რომ შეაჩეროს საქმის განხილვა. დღესდღეობით ჩვენ შევაჩერეთ დაახლოებით 6 თუ 7 საქმეზე საქმის განხილვა სასამართლოში მიმართვის გამო და ეს საქმეები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, დისკრიმინაციის პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აღნიშნულის გამო ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და წარუდგინეთ შემდგომი სახის წინადადება, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვა კანონით დადგენილ ვადაში, ეს იქნება 1 თვე თუ 3 თვე, იწევდეს სასამართლოში გასაჩივრების ვადის შეჩერებას. ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი განიხილავს საქმეს, გამოიტანს საკუთარ გადაწყვეტილებას და შემდგომში დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ჩვენ ასევე ვიფიქრეთ, რომ 3 თვე იყო ძალიან მცირე სასამართლოში სარჩელის მოსამზადებლად და წარსადგენად და ასევე მოითხოვეთ მისი 1 წლამდე გაზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის არც იურიდიული კომიტეტი და არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არც მთავრობა არ არის პრინციპული წინააღმდეგი და იმ საკითხზე თანხმდება ყველა, რომ სახალხო დამცველმა უნდა შეძლოს საკუთარი ფუნქციების ეფექტური განხორციელება, თუმცა ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ პატარა კომენტარები. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მთლიანად ეთანხმება ჩვენ აღნიშნულ წინადადებას ყოველგვარი შენიშვნების გარეშე ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, იურიდიული კომიტეტი ფიქრობს, რომ შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველისთვის იქნება დადგენილი მიმართვის ვადა და ასევე თუ იქნება სახალხო დამცველის მიერ განხილვის ვადა დაწესებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელი არის სახალხო დამცველისთვის განხილვის ვადის დაწესება გარკვეულ შემთხვევაში გამართლებული, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს დაწესება ამ დაწესებასთან უნდა ახლდეს კერძო პირთა დავალდებულება, მოაწოდონ სახალხო დამცველს ინფორმაცია და ასევე მათთვის ვადების განსაზღვრა, ვინაიდან თუ ჩვენ დავაწესებთ ვადას სახალხო დამცველისთვის და არ დავაწესებთ ვადას ინფორმაციის გამოთხოვისათვის სახალხო დამცველს უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და დაბრკოლება, რომ დაადგინოს დისკრიმინაციის ფაქტი და სრულყოფილად შეისწავლოს საქმე. რაც შეეხება მთავრობას, მთავრობა საერთოდ არ ეთანხმება ვადის დენის შეჩერებას აი ამ მიმართულებით, ვინაიდან მთავრობის აზრით აღნიშნული შეჩერება ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლსა და 52 მუხლის განთავისუფლებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უბრალოდ ის თანახმარი იმაზე, რომ ვადა ისეთნაირად გაიზარდოს, რომ
სახალხო დამცველს არ შეეშალოს ხელი საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში. კერძოდ, სახალხო დამცველმა შეძლოს თავის დისკრიმინაციის საქმეების შესწავლა და მხარემ ასევე შეძლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სასამართლო წესით. რა სიტუაცია ამ მხრივ უცხო ქვეყნებში? უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ვერც ერთ ქვეყანაში ჩვენ ვერ მოვძებნით ისეთ მექანიზმს, სადაც თანასწორობის ორგანოს და სასამართლოს ფუნქციები ერთმანეთს ფარავდეს. მაგალითად, მოლდოვაში არის 1 წელი თანასწორობის ორგანოსთვის მისამართავად, ხოლო 3 წელი სასამართლოსთვის. იგივე პრინციპი არის რუმინეთში დადგენილი. უნგრეთში არის სფეროების მიხედვით 1-დან 3 წლამდე ვადა, რომ მიმართონ თანასწორობის ორგანოს და ირლანდიაში 6-დან 12 თვემდე არის მიმართვის ვადა თანასწორობის ორგანოსათვის. და აღნიშნული ვადები შესაბამისად იზრდება სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში. დაახლოებით გაორმაგებული ან გასამაგებული არის ვადები. ეს რაც მინდოდა მეთქვა ვადების დენის შეჩერებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენი წინადადების პირველი საკითხი. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც იცით, საჯარო დაწესებულება ვალდებული არის, რომ სახალხო დამცველს მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. იგივე ვალდებულება არ არსებობს კერძო პირების მიმართ და კერძო პირი ინფორმაციას გადასცემს ნებაყოფლობით სახალხო დამცველს. ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო პირები რამდენჯერმე მიმართვის შემთხვევაშიც კი საერთოდ არ რეაგირებენ ჩვენს მოთხოვნაზე და უპასუხოდ ტოვებენ მათ. ეს კი ჩვენს ხელს გვიშლის უბრალოდ და ვიმსჯელო და ზოგადად დავადგინო დისკრიმინაციას ჰქონდა თუ არა ადგილი. ამ მხრივ უცხო ქვეყნის გამოცდილება არის ცალმხრივი თანასწორობის ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კერძო დაწესებულებებზე. ზოგიერთი სახელმწიფო კერძო დაწესებულება თუ არ მიაწოდებს თანასწორობის ორგანოს აი ამ მოთხოვნილი ინფორმაცია, საკმაოდ მაღალი ჯარიმებიც არის განსაზღვრული. თუ შევხედათ მაგალითად მოლდოვა, რუმინეთი, ნორვეგია, ირლანდია, რუმინეთი ორმაგიმად აჯარიმებს იმ ადამიანს, რომელიც მას არ მიაწოდებს ინფორმაციას, პირველი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო და მეორე ავტომატურად ადგენს მის მიმართ დისკრიმინაციას და კიდევ იმის გამო აჯარიმებს, რომ მან დისკრიმინაცია ჩაიდინა. ჩვენ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს ვთხოვეთ, რომ შეეტანათ ცვლილება ამ დებულებაში და მას დაემატებინა კანონისთვის შემდეგი პრინციპი, რომ თუ კერძო პირი უარს იტყვის, რომ სახალხო დამცველს მოაწოდოს მოთხოვილი ინფორმაცია და საჩივარში განცხადებაში მითითებული გარემოებანი ქმნიან გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დისკრიმინაცია არსებობდა, მაშინ დისკრიმინაცია დადგენილად ჩაითვალოს. ეს გარკვეულწილად აღნიშნული დავაყენეთ, იმიტომ რომ არაპირდაპირად დაგვევალდებულებინა კერძო პირები, რომ ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან და მოაწოდონ მას ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამბობს, რომ კანონში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს პრინციპი, რომლითაც კერძო პირმა სახალხო დამცველს მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება, თუმცა ისინი გამოთქვავენ შიშს, რომ არსებობს გარკვეული რისკი, რომ ეს სხვა მიზნებითაც იყოს გამოყენებული, ამიტომ გვთავაზობენ, რომ ჩვენ ფორმულირებაზე კიდევ ერთხელ ვიმუშაოთ და ისეთი ფორმულირება შევთავაზოთ, რომ ყველა მხარის ინტერესები უნდა იყოს დაცული. ჩვენ თანამშრომლობისთვის და ამგვარი დიალოგისთვის მზად ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოვაწყოთ სამუშაო შეხვედრები აი ამ ფორმულირების შესამუშავებლად. რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფიქრობს, რომ კერძო პირების პირდაპირი ვალდებულება უნდა არსებობდეს, რომ სახალხო დამცველს მოაწოდონ ინფორმაცია და ამავე დროს ფიქრობენ, რომ სახალხო უნდა ჩაიწეროს და დაკონკრეტდეს კონკრეტულად რა სახის ინფორმაციის მოწოდებას სთხოვს სახალხო დამცველი, თქვათ კერძო პირს და აღნიშნულის გაწერა უნდა მოხდეს კანონით. ჩვენ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომ კერძო პირების მიერ ინფორმაციის მოწოდება ეს უნდა იყოს ვალდებულება და თქვათ პირდაპირი ვალდებულება. მთავრობას რაც შეეხება, მთავრობას ეთანხმება პრინციპს, რომ უნდა იყოს მოწოდებული ინფორმაცია კერძო პირების მიერ, მაგრამ გთხოვს, რომ დავამატოთ ესეთი რაღაცა, რომ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება განცხადება საჩივარში, თუ საჩივარში მითითებული მოთხოვნა, უпростоრად საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. აღნიშნულ დამატებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რამდენად არის აუცილებელი სახალხო დამცველისთვის მომართვის დროს მოთხოვნის ჩამოყალიბება, როგორც ეს არის სარჩელის შეტანის დროს სასამართლოში აუცილებელი და თუ სარჩელში მოთხოვნას არ დააყენეს მხარეს, ეს არის სარჩელის უკუგდების
მსგავსი პრინციპი არ არსებობს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით წყებს უამრავი საქმის შესწავლას, სადაც მოთხოვნა არ არსებობს, ამიტომ აღნიშნული ვთქვათ დებულების პრინციპის ჩაწერამ შეიძლება დაამძიმოს საკმაოდ და ზოგიერთ შემთხვევაში ჩიხში შეგვიყვანოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს, რა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ და ასე შემდეგ. ამიტომ თუ რაღაცა პრინციპი ჩაიწერება, ცოტა მოდიფიცირებული პრინციპის სახით უნდა ჩაიწეროს და არა ისე, როგორც მთავრობამ შემოგთავაზა სიტყვა სიტყვით. რაც შეეხება მესამე პრინციპს, რომლის ჩაწერასაც ჩვენ კანონში ვითხოვთ, არის ის, რომ საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან განიხილონ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში და მიაწოდონ სახალხო დამცველს განხილვის შედეგები. იგივე ვალდებულება არ არსებობს კერძო პირების მიმართ, ანუ კერძო პირმა შეუძლია სახალხო დამცველის რეკომენდაცია საერთოდ არ წაიკითხოს და ამით დამთავრდეს რეკომენდაციის გაცემა. ჩვენ უკვე გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც გავეცით კერძო პირის მიმართ რეკომენდაცია, შემდგომში ორჯერ მივმართეთ თუ რა ბედი ეწია ამ რეკომენდაციას, რა ზომები იქნა მიღებული მათ მიერ, მაგრამ ეს იყო იგნორირებული, უპასუხოდ დატოვებული. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონში დაემატოს დებულება, რომლის თანახმადაც კერძო პირები ვალდებულნი იქნებიან, რომ სახალხო დამცველს შეატყობინონ განხილვის შედეგები 20 დღის განმავლობაში, ისევე როგორც ეს არის საჯარო დაწესებულებების მიმართ. რა თქმა უნდა, კანონით არ არის გათვალისწინებული გარკვეული სამართლებრივი შედეგი, თუ რა შედეგი მოყვება, მაგრამ ეს გარკვეულწილად ვალდებულების დამაკისრებელი იქნება, კერძო პირი უფრო მეტ ვალდებულებას იგრძნობს რეკომენდაციის შესრულების კუთხით. რაც შეეხება კომიტეტების პარლამენტის პოზიციას, კომიტეტები აბსოლუტურად ეთანხმებიან აღნიშნულ ცვლილებას, რაც შეეხება მთავრობა ამბობს, რომ აღნიშნული ვალდებულების დაკისრება კერძო პირებისთვის, მაშინ როდესაც არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომ აღასრულოს რეკომენდაცია, უბრალოდ გაუმართლებელია. ჩვენ მთავრობას არ ვეთანხმებით ამ მიმართულებით, ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს დაჯარიმების ფუნქცია, რეალურად რეკომენდაცია იქნება გაცემული მომავალში თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს, რა რეფორმები უნდა განახორციელოს კერძო კომპანიამ იმისათვის, რომ დისკრიმინაცია აღმოფხვრილი იყოს მომავალში. შესაბამისად, ეს არის უფრო თქვათ სამომავლო ღონისძიებების შესრულებაზე, რომელიც საკმაოდ სარგებელის მომტანი იქნება მომავალში იმ კომპანიაში არსებულ სიტუაციაზე. შესაბამისად, უნდა არსებობდეს ვალდებულება ამგვარი თქვათ ზოგადი ღონისძიებების განხორციელებისთვის და მათ უნდა იგრძნონ აღნიშნული ვალდებულება მათ აკისრიათ. რაც შეეხება, ეს არის ბოლო სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ წარადგინოს სასამართლო მეგობრის მოსაზრება სასამართლოებში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამგვარი უფლებამოსილების არსებობა. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული დაარღვევს თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპს. მთავრობას რაც შეეხება, მთავრობა ასევე ფიქრობს, რომ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი დაირღვევა, ამავე დროს მთავრობის აზრით სასამართლო როდესაც უნდა გაეცნოს მეგობრის პოზიციას და ეს გარკვეულ დროს წაიღებს სასამართლოსთვის და ამიტომ პროცესის ეკონომიურობას შელახავს და გააჭიანურებს საქმეს. მათი აზრით ასევე ისინი ფიქრობენ, რომ თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, რომ მას ესაჭიროება სპეციალური ცოდნა, მას შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი და სპეციალისტი და სასამართლოს მისცეს დამატებითი განმარტებები. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მიმართულებით მთავრობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას, ვინაიდან სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენით არ დაირღვევა მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი. ეს არ არის რომელიმე მხარის სასარგებლოდ დაფიქსირებული პოზიცია. სასამართლო მეგობარი ეს არის, შეიძლება იყოს პატარა კვლევა მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს უცხო ქვეყნების მიმოხილვა, შეიძლება იყოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ლუქსემბურგის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა, საერთაშორისო უცხო ქვეყნების სტრასბურგის სასამართლო უცხო ქვეყნების პრაქტიკის ანალიზი და ასე შემდეგ. ანუ ამას კავშირი არ აქვს მტკიცებულებების შეფასებასთან და ამით არ შეილახება შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი. რაც შეეხება ეკონომიურობის პრინციპს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასამართლო მეგობრის წარდგენით სასამართლო რესურსი დაიზოგება, ვინაიდან ჩვენ მას გამზადებულ კვლევას წარუდგენ და მოსამართლეს აღარ ექნება საჭირო, რომ თქვათ დამატებითი მასალები მოიძიოს. რაც შეეხება ექსპერტსა და სპეციალისტს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერტი და სპეციალისტის დასკვნა ის არის
მტკიცებულება, რაც შეეხება სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, ეს არ არის მტკიცებულება, ამავე დროს ექსპერტი და სპეციალისტი მოიწვია მტკიცებულებებთან დაკავშირებით და არა იურიდიული საკითხის შეფასებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო არის სამართლებრივი ექსპერტი თვითონ და მას არ ჭირდება სხვა, თქვათ, ექსპერტისა და სპეციალისტის მოწვევა სამართლებრივ საკითხზე. მე მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველმა წარადგინა ერთი სასამართლო მეგობრის მოსაზრება ზესტაფონის სასამართლოში, რომელმაც მიიღო ეს მოსაზრება და პირველი შემთხვევა იყო საქართველოსთვის, როდესაც მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ემსჯელა დისკრიმინაციის საქმეზე. მან მართალია არ დაადგინა დისკრიმინაცია, მაგრამ მსჯელობა თავისთავად იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც მან გაიარა იგივე საფეხურებით შეაფასა, როგორც ამას აფასებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, გამოიყენა ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმან, რომ მოსამართლემ გადაწყვიტა დისკრიმინაციაზე ემსჯელა, ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩვენს მიერ წარდგენილმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებამ. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დაადგინა დისკრიმინაცია, შეიძლება ვთქვათ, რომ მოსამართლემ იგრძნო თავისუფლად თავი და დამოუკიდებლად გაეთვალისწინებინა გარკვეული მოსაზრებები, ან არ გაეთვალისწინებინა. ეს არის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ეს არის კვლევა, ეს არის წყარო, ეს არის რესურსი და არანაირად არ შეიძლება ჩავთვალოთ რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიციად. ეს რაც მინდოდა მეთქვა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესახებ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა მაკა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების და მასთან დაკავშირებით მთავრობისა და პარლამენტის პოზიციების დაფიქსირებისთვის. ძირითადად სამი საკითხი გამოიკვეთა, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და პრობლემურია. პირველი არის ვადები, ანტიდისკრიმინაციულ დავებთან დაკავშირებით ვადები და ის, რომ სახალხო დამცველი იძულებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმე სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში წავა და ბუნებრივია ამ ვადების პირობებში უპირობოდ ეს საქმეები წავა, იმიტომ რომ მცირე ვადებია და მოქალაქეებს არ უნდათ სასამართლოში მიმართვის ვადები გაუშვან, იმიტომ რომ ფინანსურ კომპენსაციას მხოლოდ ესე შემთხვევაში მიიღებენ. ამიტომ ამის დარეგულირება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მეორე, კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში და კერძო პირებთან მიმართებაში ამ კანონის მოქმედება, როგორც მაკამ წარმოაჩინა, ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში, არათუ ინფორმაციას ვერ ვითხოვთ მათგან, უფრო მეტიც სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე რა განახორციელებს, ამის ინფორმირების ვალდებულებაც არა აქვთ მათ, ამიტომ ესეც პრობლემაა და მე მესმის, რომ ამასთან რისკებიც არის, რაც პარლამენტში გამოითქვა კერძო სუბიექტების საქმიანობაში ჩარევას უნდა მოვერიდოთ და ასე შემდეგ, მაგრამ გარკვეულწილად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი აღმოფხვრა სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს ბალანსი და პროპორციულობას გადავხედოთ და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ ამ მექანიზმის სასარგებლოდ. და მესამე, სასამართლო მეგობრის საკითხი და ქალბატონმა ევამაც ძალიან მნიშვნელოვნად აღნიშნა სასამართლოს როლი და კონტექსტი ამ დავებთან მიმართებაში და ვფიქრობ ჩვენი ინიციატივა სასამართლო მეგობრებთან დაკავშირებით პირიქით ხელს შეუწყობს სასამართლოს მხრიდან ამ დავების განხილვას, მით უმეტეს ეს არის ახალი დავები ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იქნეს განხილული როგორც ჩარევად სასამართლო საქმიანობაში და განსაკუთრებით ეს საფრთხეები გამოითქვა სამოქალაქო დავებთან მიმართებაში, ანუ დეპუტატებს გაუჩნდათ ეს კითხვები, რომ სამოქალაქო დავებთან მიმართებაში ეს ხო არ იქნება ჩარევა და დავა, რომელიც ძალიან შეჯიბრებითია აქ ამ შემთხვევაში თქვენი პოზიციის დაფიქსირება ხომ არ შეუწყობს ხელს რომელიმე მხარის სასარგებლოდ ამ საკითხის გადაწყვეტას, თუმცა როგორც მაკამ აღნიშნა ჩვენ და ამიკუსის იდეა და არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის სტანდარტის განმარტება, პრაქტიკის განმარტება და არავითარ შემთხვევაში ფაქტებზე და კონკრეტულ საქმეზე საუბარი. ანუ ეს ძირითადი სამი საკითხია, რაც ჩვენთვის არის ყველაზე მწვავე და მტკივნეული. დიდი მადლობა მაკა და ქალბატონ თამარ კორძაიას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელს ვთხოვ, რომ მისი პოზიცია გაგვიზიაროს. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე პრინციპში მაკამ ამომწყურავად ილაპარაკა პარლამენტის პოზიციაზე, მთავრობის პოზიციაზე და არც ეხლა რაზე ვილაპარაკო. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ მაინც მე ზოგადად ვეცდები შევაფასო ის, რაც ხდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის სფეროში საქართველოში. და არ შეიძლება რომ ეს პროცესი არ დავინახოთ დადებითად. ამას ახლა იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ მართველი გუნდის წარმომადგენელი ვარ, იმიტომ რომ ნახავთ, რომ ვიტყვი იმასაც, რაც არ მომწონს. პირველ რიგში თავისთავად თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რა პირობებშიც მოგვიწია ამ კანონის მიღებამ და ჯერ კიდევ ერთი წელი არ არის გასული მისი მიღებიდან,
არ შეიძლება არ გამოვხატო კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი მცდელობებია კანონის დახვეწის და ამავდროულად მზაობაც მეორე მხრიდან, ვისაც ევალება კანონში ცვლილებების შეტანა. ხოლო კანონში ცვლილებების აუცილებლობას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებდით ამ კანონის აღმსრულებელი, რომ სათანადოდ არ მუშაობდეს და სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდეს მის ვალდებულებას. და ეს ნათლად ჩანს იმ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტში. თავისთავად კანონის ხარვეზებს ჩვენ ვერ დავინახავთ პარლამენტიდან, თუ ის სუბიექტი, ვინც ამას ვისაც ევალება მისი შესრულება, სათანადოდ არასრულებს ან არ ხედავს რა სჭირდება მას მისი კარგად შესრულებისათვის. ამიტომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მუშაობდით ამ საკითხებზე, რადგან ეს მაძლევს რწმენას, რომ ეს კანონი არ იქნება მკვდარი კანონი და ის რეალურად შექმნის იმ პირობას, რომ საქართველოში დამკვიდრდება, ასე ვთქვათ, ტოლერანტობის რაღაც ტრადიცია. და ამას ეს იქნება უშუალოდ ჩვენი თითოეული, ასე ვთქვათ, ჩვენგანის მუშაობის შედეგი. და რა თქმა უნდა, მხოლოდ საკანონმდებლო დღეს დილითაც ვილაპარაკე ამ თემაზე, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ შექმნის ამ პირობებს და მე ვიცი, რომ სახალხო დამცველი ასევე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემდე მიიტანოს ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ, რა საშუალებებით შეუძლიათ მათ საკუთარი უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შემთხვევაში რა მექანიზმები შეუძლია გამოიყენონ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეხლა რაც შეეხება იმ საკანონმდებლო წინადადებას, რაც წარმოდგენილია, მე მინდა უბრალოდ ზოგადი შეფასება გავაკეთო პარლამენტმა, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ასევე იურიდიულმა კომიტეტმა მოიწონა საკანონმდებლო წინადადება მთლიანობაში და თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობა გაგრძელდება. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი. რაც შეეხება კონკრეტულ, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ რომ ჯანსაღი პროცესია, სადაც შეკითხვებს ვსვამდით ჩვენ საკომიტეტო მოსმენაზე და მე ვეცდები ძალიან მოკლედ ჩემი უკვე როგორც ერთ-ერთი პარლამენტის წევრის მოსაზრებები წარმოვადგინო. ვადას რაც შეეხება, დიახ, ვადა შეიძლება გაგრძელდეს და უბრალოდ ვადა კავშირშია ყველა იმ საკითხთან, გარდა კერძო დაწესებულებების ვალდებულება, ანუ სასამართლო მეგობრის ინსტიტუტთანაც, ჩემი აზრით, თუ დღეს სახალხო დამცველს კანონით ვალდებულია შეაჩეროს, ასე ვთქვათ, საქმის წარმოება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში წავიდა სარჩელი, დღეს სახალხო დამცველს აქვს შესაძლებლობა, რომ ესე იგი, უბრალოდ ხო, ანუ მაინც წარუდგინა საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ პროცესზე, ხო, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ხარვეზების რაც არსებობს გამოსწორება საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მაგალითად მე მაქვს შეკითხვა, იქნებ ცოტა უფრო ნათელი გავხადოთ ამ პაკეტში ის შემთხვევები, როდესაც სახალხო დამცველი უშუალოდ განიხილავს საქმეს და მე ამ საქმესთან დაკავშირებით მას აქვს უფლება კიდევ წარადგინოს თუ არა. მე მგონი უნდა ჩაიწეროს, რომ ეს საქმეები უკვე მისი განხილვის თემა არ იქნება და ვთქვათ, აქ უკვე სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტით არ უნდა ისარგებლოს. ეს ძალიან ნათელია გონივრული განმარტების თვალსაზრისით, მაგრამ მე რო ვთქვათ, ორაზროვანი რაღაც გაგების შემთხვევებთან რო არ გქონდეს საქმე. და კრიტერიუმები, ვთქვათ, შესაძლოა რთული დასადგენი იყოს, როდის გამოიყენებს მეგობრის ინსტიტუტს, მაგრამ ერთიდან ალბათ ვფიქრობ, რომ ნათელი უნდა იყოს, როდესაც უკვე მას განხილული აქვს საქმე, იმაზე არ უნდა წარადგინოს, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი ორმაგი შრომაა, ძალიან მარტივად რო ვთქვათ და გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს რაღაც ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. მეორე, რაც შეეხება ვადას, მე ვთვლი, რომ ვადა უნდა გაიზარდოს, ეს როგორ მოხდება ფორმალურად და ერთი წლამდე გაგრძელდება თუ არა, ამას პრინციპში ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, როგორც მოხდება პარლამენტსა და თქვა საკანონმდებლო წინადადების ავტორებს შორის შეთანხმება, ისე მოხდება
და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ როდესაც პარალელური განხილვები არ მოხდეს, სწორედ იმიტომ, რომ თუ სახალხო დამცველის გადაწყვეტილება არ დაემთხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, ამის, ასე ვთქვათ, ავირიდოთ თავიდან ესეთი შემთხვევები. ამიტომ აუცილებელია ვადის გაზრდა და როდესაც ერთი ორგანო იხილავს, მეორე არ უნდა იხილავდეს და შესაბამისად მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში გაასაჩივრონ. აქ შეიძლება რაღაც ერთგვარი პარალელი გავლოთ, ნამდვილად არ გავს ეს ის შემთხვევას, მაგრამ თქვათ იგივე, როდესაც მოქალაქე თქვათ ჩივის ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაზე და თვითრეგულირების ორგანო დაადგენს ფაქტს დარღვევის მისთვის გაცილებით უფრო იოლია უკვე მე სასამართლოში ამტკიცოს თავისი სიმართლე და მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაშიც სახალხო დამცველის ასე ვთქვათ განხილვა ძალიან ქმედითი იქნება სასამართლოებისთვის ანუ სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ საქმეზე იმიტომ რომ ეს აჩვენებს იმას უღირს თუ არა მოქალაქე საერთოდ წავიდეს თუ არა სასამართლოში და თუ სახალხო დამცველი არგუმენტირებულად იტყვის რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ქონია პირიქით ეს სასამართლოს განტვირთვასაც გამოიწვევს და მოქალაქე ბოლოს და ბოლოს დაფიქრდება და იფიქრებს წავიდეს თუ არა სასამართლოში და ეს შეიძლება იყოს ძალიან დადებითი სასამართლოს ასე ვთქვათ განტვირთვის თვალსაზრისითაც და მეორე, როდესაც მოქალაქე დარწმუნდება იმაში, რომ აი აგერ მიუკერძოებელი ვთქვათ პირი ადგენს, რომ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, შესაძლოა საერთოდ მორიგების თემა გახდეს, ვთქვათ, იმ პირს შორის, ვინც დისკრიმინაცია გაახორციელა და ასევე უფრო თავდაჯერებით და მეტი, ასე ვთქვათ, ინტერესით წავიდეს ადამიანი სასამართლოში. ერთი სიტყვით ის, რომ სასამართლო განხილვამდე სახალხო დამცველს შეეძლოს, რომ დაასრულოს განხილვა და ვთქვათ, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მართლმსაჯულებას და ზოგადად ტოლერანტობის დამკვიდრებას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება. ამიტომ ჩემთვის ამ შემთხვევაში ეს ვადა რა ფორმით გადაიწევა და რა ფორმით მოხდება ამაზე შეთანხმება სიმართლე გითხრათ არსებითი არ არის და ეს ვფიქრობ რომ წვრილმანი დეტალია ამ კარგ წინადადებაში. და მე ვფიქრობ რომ შეთანხმება ამ საკითხზე ადვილია და მარტივად მის მიღწევადია. რაც შეეხება კერძო დაწესებულებებს, მე მგონი აქ თანხმობა მიღწეულია, უფრო მეტიც, უფრო ქმედითი, ასე ვთქვათ, წინადადებების შესთავაზე საქართველოს პარლამენტმა, საკანონმდებლო წინადადების ავტორებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ასახული იქნება საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც პასუხისმგებლობა აიღო ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პრინციპში მე არ ვიცი ხა მეტი ამასთან დაკავშირებით რა დავამატო, დიახ, ხო, პრობლემები, მე ვფიქრობ, რომ დღემდე ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ინსტიტუტი არ არსებობს ამ კანონის დარღვევისათვის, ეს ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ის პროცესი, როგორც მიმდინარეობს და ვითარდება, ვთქვათ, ამ კანონის შემდეგ მის ამოქმედებასთან და ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანობასთან დაკავშირებით, მაძლევს იმედს, რომ ხვალდაზეგ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ აუცილებელია ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის რაღაც ინსტიტუტის შემოღება ყოველი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის დროს. იმიტომ რომ ეს ალბათ ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისათვის რომ კანონმა თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს. დიდი მადლობა, მე მოხარული ვიქნები და ჩემთვის უფრო საინტერესო ამ შემთხვევაში აქ დამსწრე საზოგადოების მოსაზრებების მოსმენა, იმიტომ რომ ხვალდაზეგ პარლამენტში კვლავ მოგვიწევს ამ თემებთან დაბრუნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ თქვენი მოსაზრების გაზიარებისთვის და ესეთი პოზიტიური შეფასებისთვის. ჩვენ თქვენ განგიხილავთ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს და მხარდამჭერს საპარლამენტო განხილვებისთვის და ნამდვილად დაგვეხმარება თქვენი მხარდაჭერა და ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონ თამარი არის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ამ თემების ძალიან დიდი გულშემატკივარი და ადვოკატია, ესე ვთქვათ და ნამდვილად ძალიან ხშირად საუბრობს იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას თუ პრაქტიკას თუ ფაქტებს ეხება და ამისთვისაც ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა. აქვე
პატარა განმარტებას გავაკეთებთ თქვენ კითხვასთან დაკავშირებით ამიკუსზე. პრინციპში ეს იყო იურიდიული კომიტეტის პოზიცია, რაც ჩვენ გავიზიარეთ, ანუ სახალხო დამცველი არის თანახმა იმაზე, რომ იმ საქმეებზე, სადაც სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, ამ საქმეებზე ჩვენ ამიკუს არ წარმოვადგენთ. იმიტომ რომ შესაძლებელია აქ დიახ იყოს რაღაც ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს რეკომენდაცია გამოცემული, ჩვენი მოსაზრება და პოზიცია გვაქვს უკვე ამ კონკრეტულ საქმეზე და სასამართლოზე გავლენა რო არ მოახდინოს, ჩვენ ამიკუს არ წარმოვადგენთ, თუმცა რა თქმა უნდა მხარეს ექნება იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ ეს რეკომენდაცია წარადგინოს სასამართლოზე და მოითხოვოს, რომ გამოყენებულ იქნას როგორც მტკიცებულება და მან მისი მოთხოვნა ამ რეკომენდაციაზეც დააყრდნოს. ანუ ამ უფლებას ბუნებრივია მხარეს ვერ შეუზღუდავთ, მაგრამ ჩვენ ამიკუსთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ არის მხოლოდ ის, რომ სახალხო დამცველს ქონდეს ამიკუსის წარდგენის უფლება, ჩვენ თვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა ქონდეს ამიკუსის წარდგენის უფლება და სწორედ ეს არის მთავარი. ანუ სახალხო დამცველი, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც თვლის, რომ კონკრეტულ საკითხთან, კონკრეტულ ფაქტთან, კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით მათ აქვთ შესაბამისი ექსპერტიზა და გამოცდილება, მათ უნდა ქონდეს შესაძლებლობა ამიკუსის წარდგენის და სწორედ აი ასე გლობალურად უყურებთ ჩვენ ამ საკითხს და ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა სიტყვას გადავცემ ლინა ღვინიანძეს, რომელიც არის კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენელი. უნდა აღნიშნოს, რომ ეს კოალიცია აერთიანებს 5 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად მუშაობს ანტიდისკრიმინაციულ თემებზე, კერძოდ კონკრეტულ საქმეებზე და кейსებზე და წარმოადგენენ კონკრეტულ დაზარალებულებს. შესაბამისად, მათ აქვთ ასევე საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით მუშაობის და ეს კოალიცია მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის, სოროსის ფონდის მიერ და დიდი მადლობა ჩვენთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ბოლო 1 წლის მანძილზე ესეთ თქვა ძალიან კარგ ფორმატში ახერხებთ კოალიციასთან. მე გახლავართ ლინა ღვინიანიძე, ამ შემთხვევაში კოალიცია თანასწორობისათვის წარმომადგენელი. ძალიან მოკლედ ალბათ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ კოალიციის შესახებ. ეს არის გაერთიანება, რომელიც 5 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და რომელიც ფონდი ღია საზოგადოებას საქართველოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. გეტყვით ასევე კოალიციის წევრებს, ეს არის ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, EMC ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ ასევე. ეს არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42 მუხლი, საფარი და იდენტობა. ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა თემატური მიმართულებებით ძალიან აქტიურად მუშაობენ, როგორც ომბუდსმენთან, ასევე სასამართლო ორგანოებთან. ჩვენ, ასე ვთქვათ, ბოლო 1 წლის მანძილზე და მანამდე, სანამ კანონ პროექტი იქცეოდა კანონად, გვაქვს გარკვეული გამოცდილება და შევეცდებით დღეს 1 წლის შემდეგ, როცა კანონი არის უკვე ძალაში და რაღაც გამოცდილება ამ კუთხით დაგროვდა, ვისაუბროთ არა მარტო იმაზე, რაც არსებობს, იმ ხარვეზებზე, რომელიც უკვე გარკვეულწილად ითქვა კიდეც, ასევე ალბათ მნიშვნელოვანია დღეს კიდევ ერთხელ დავსვათ ის საკითხები, ეგრეთ წოდებული არარსებულის დეფიციტი, რომელიც იგრძნობა, თუნდაც კერძო სექტორთან მიმართებით, რასაც უკვე საუბრობდა საქართველოს სახალხო დამცველი, ის მექანიზმები, ის ბერკეტები, რომელიც ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ადგილზე, მაგრამ გარკვეული დეფიციტურობა ამ მხრივ შეინიშნება. ალბათ სანამ გადავალ, თქვათ, უშუალოდ იმ საკითხებზე, პრობლემურ სამართლებრივ თემებზე, რომელიც მინდა რომ გავშალო და დავამატო, აღნიშნავ იმას, რომ თავისთავად კანონის მიღების ფაქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ნათლად აღიარება დისკრიმინაციის როგორც პრობლემის და ასევე დეკლარირება იმის, რომ სახელმწიფო აპირებს ორგანიზებულად და სისტემურად ებრძოლოს ამ პრობლემას. და ამასთანავე ეს თქვათ ეს შედეგი იყო გამოწვევა და ეს თქვათ პასუხი ერთგვარი იმ გამოწვევებს და საჭიროებებზე, რასაც დისკრიმინაცია როგორც პრობლემა ქმნის. და ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას და ეს მხოლოდ ჩვენს მიერ არ მომხდარა ამის გააზრება, დისკრიმინაცია არის პრობლემა, რომელიც არსებობს ძალიან ბევრ შრეში და ეს არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენა და დისკრიმინაცია ეს არ არის მხოლოდ მოქალაქისა და სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემა. და ზუსტად იმიტომ, რომ ეს პრობლემა არის ძალიან კომპლექსური და ძალიან სისტემური, ჩვენ არ შეიძლება გამოვრიცხოთ მისი არსებობა საზოგადოების სხვადასხვა შრეებში. უფრო მეტიც, დისკრიმინაცია, რომელიც ძალიან ბევრი ფორმით ვლინდება და ძალიან ბევრი შედეგის მატარებელია, ეს არის მარგინალიზაცია, ეს არის გარიყვა, ექსკლუზია ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფისა საზოგადოებიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური ამბავი.
შესაბამისად საზოგადოება როგორც ადრესატი დისკრიმინაციასთან ბრძოლის ნაწილში მნიშვნელოვანია რომ იყოს სახეზე და აუცილებელია კანონმდებლობა ამ ნაწილში მიემართებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს როგორც სავარაუდო განმახორციელებელს დისკრიმინაციისა, არამედ მიემართებოდეს საზოგადოებას, სხვა შემთხვევაში ეს ბრძოლა არ იქნება კომპლექსური და არ იქნება ეფექტური. და სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გადავიდე იმ სათქმელზე, ეს არის ფარგლები, თუ რა ფარგლებში ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება. ძალიან დიდი მადლობა, რომ თამუნად შეეხო ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმაც დასვა. ეს პრობლემა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იფიქროს დისკრიმინაციის მექანიზმის გაფართოებაზე, სწორედ იმიტომ, რომ ბუნება ამ პრობლემის არის ამგვარი. და სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მხოლოდ ნაწილობრივად ვუპასუხებთ იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს. და მეორე თემა, ეს არის ეფექტურობის საკითხი. ალბათ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ დღეს საქართველოს სახალხო დამცველის მექანიზმი ბუნებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში არ არის სათანადოდ ეფექტური მექანიზმი და თამუნად შეეხო ამ საკითხს, ეს არის დაჯარიმების ან რაღაც ტიპის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმის განსაზღვრა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ეს საკითხები არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. თუმცა დღევანდელი შეხვედრის თემა და ომბუდსმენის ინიციატივაც არის ის პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე ამ რეალობის ფარგლებში, ანუ იმ კომპეტენციის ფარგლებშიც, რაც აქვს სახალხო დამცველს. და ძალიან ბევრი საკითხი დაისვა, რომელიც ასაბუთებს იმას, რომ მიუხედავად ლიმიტირებული ფუნქციებისა, მიუხედავად საკმაოდ ბევრი შეზღუდულობისა, ომბუდსმენი ამ რეალობაშიც, ამ მექანიზმშიც ხედავს, რომ არსებობს პრობლემები, სისტემური პრობლემები, რომელიც საჭიროებს გადაჭრას იმისთვის, რომ ერთის მხრივ მან შეძლოს დაადგინოს კონკრეტულ შემთხვევაში დისკრიმინაცია და მეორეს მხრივ რომ ის იყოს ეფექტური აღსრულების კუთხით. გარკვეულწილად შევეცდები რომ თავი მოუყარო იმ პრობლემებს და პრობლემებიდან დავინახო ეს საკითხები და გავაძლიერო ის არგუმენტები, რომელიც იყო წარმოდგენილი. და ასევე იმიტომაც რომ ეს პრობლემები გარკვეულწილად ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა აღმოჩენილი. პირველი პრობლემა, რაც დგას დღევანდელ მექანიზმში, არის ის, რომ ბენეფიციარს გარკვეულწილად არანამდვილად უწევს გააკეთოს არჩევანი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო მექანიზმებს შორის. ეს არის ორგანო, ეს არის საქართველოს სახალხო დამცველი თუ სასამართლო. მას უწევს გააკეთოს არჩევანი, მაგალითად, თუ ის არ წავა სასამართლოში და წავა საქართველოს სახალხო დამცველის მექანიზმში, ის გაუშვებს სასამართლოში გასაჩივრების ვადას. ეს არის ერთი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მეორე მნიშვნელოვან პრობლემას, რაც გულისხმობს შემდეგს. ეს მექანიზმები, რომელიც გვაქვს, ომბუდსმენი და სასამართლო არ არის პარალელური მექანიზმები. რაც არის უბრალოდ პარალელური მექანიზმები და ისინი არ არის ექვივალენტური მექანიზმები. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები და განსხვავებული შედეგის დაყენება შეუძლიათ ბენეფიციარისთვის. ამდენად ბენეფიციარს აქვს ინტერესი გამოიყენოს ყველა მათგანი და ბენეფიტურობა ომბუდსმენისა იმ პირობებში, როცა ის არ არის სავალდებულო გადაწყვეტილების მიმღები, მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია მოიძიოს მტკიცებულებები მხარისთვის, დაზარალებულისთვის დაიხმაროს მას, გააძლიეროს საქმე მინიმუმ და მეორე მხრივ სასამართლოს ესე ვთქვათ ბენეფიტი არის იმაში, რომ ის ზიანის ანაზღაურებაზე იღებს გადაწყვეტილებას და იღებს ასევე გადაწყვეტილებას დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე. და იმ პირობებში, როცა ეს ორი მექანიზმი ერთმანეთს ვერ ანაცვლებს, მნიშვნელოვანია ბენეფიციარს ჰქონდეს საშუალება თანადროულად გამოიყენოს ის, როცა ამგვარი მიდგომა არანაირ სამართლებრივ უხერხულობას არ ქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ომბუდსმენის სპეციფიური როლი, მისი განსაკუთრებული გამოცდილება, ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვანია შევიდეს ყველა ტიპის ინსტიტუციურ შრეში, მათ შორის სასამართლოში და მე მინდა ამით გამოვეხმაურო ამიკუსის საკითხს და დაისვა თემა, რომ სასამართლოები უნდა გამოვიყენოთ აქტიურად, უნდა გამოვიყენოთ ასევე ორგანოებში ამ ცოდნის შეტანა უნდა მოვახერხოთ და ძალიან გაგვიჭირდება ამგვარი ტიპის მექანიზმების გარეშე ჩვენ ეს ცოდნა გავაზიაროთ, რომელიც ნამდვილად არის დეფიციტური, ამიტომ მნიშვნელოვანია ამიკუსის ნაწილში კონდეს როგორც ომბუდსმენს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს ამგვარი ტიპის მექანიზმის გამოყენების შანსი. ჩვენ გავეცანით არაერთი ქვეყნის გამოცდილებას, მათ შორის თანასწორობის მექანიზმებს, რომელთაც სამოქალაქო დავებში შეუძლიათ წარადგინონ ესეთი ტიპის ამიკუსები და ეს არის სრულიად დაშვებული პრაქტიკა და ეს არ განიხილება როგორც შეჯიბრებითობის პრინციპთან წინააღმდეგობრივი რამ.
ერთი თემა, რომელსაც ასევე შევეხები, ეს არის ინფორმაციის მიწოდების პრობლემა კერძო სექტორის მხრიდან ომბუდსმენის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული საკითხი და ვფიქრობთ, რომ ომბუდსმენის წინადადება, რომელიც გულისხმობს გარკვეული ბერკეტების ჩადებას და ირიბის სავალდებულოების გაჩენას კერძო პირების მიმართ, ნამდვილად შეიძლება შეიცვალოს და კარგია ერთდროულად საკითხთა კომიტეტის მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ღია ტექსტი, რომ ისინი არიან ვალდებულნი მიაწოდონ ომბუდსმენს ინფორმაცია. ესეთი ტიპის მექანიზმები დღესაც დევს სამოქალაქო სამართალში, აბსოლუტურად შეჯიბრებით დავებში, როცა სასამართლო იყენებს სავალდებულოდ მხარისგან მტკიცებულების ამოღების მექანიზმს და უფრო მეტიც, წერილობით მტკიცებულების მასშტაბით დააჯარიმოს კიდეც მხარე. ამიტომ ეს მექანიზმები დღესაც გამოიყენება, უბრალოდ მას მოკლებულია საქართველოს სახალხო დამცველი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია იმ ყველა პრობლემის სისტემურად დანახვა, გააზრება და ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტში ამ ინიციატივას ყავს არაერთი მხარდამჭერი და უფრო მეტიც პროგრესული, გაცილებით პროგრესული აზრები და იდეებიც კი შემოგთავაზეს, რაც ღიაობას და ნებას აჩვენებს, ამიტომ აქვს იმედი, რომ შესაძლებელია და არის ფორუმი იმისთვის, რომ ომბუდსმენმა შეძლოს უფრო ეფექტურად თავისი ფუნქციების განხორციელება და ასევე დამატებით ფიქრი იმაზე, რომ გააფართოვოს თავისი უფლებამოსილება და ამის ლეგიტიმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა წამოვიდეს საქართველოს პარლამენტისგან. ძალიან დიდი მადლობა. მე შევეცადე ძალიან მოკლედ შემეჯამებინა ერთგვარად და ჩვენი პოზიცია წარმომედგინა ამ თემებზე და სიამოვნებით ჩავერთვებით დისკუსიაში. მადლობა. დიახ, ეს უნდა თქვა ეხლა ზუსტად თუ შეიძლება. დიახ. დიდი მადლობა, ლინა, ძალიან საინტერესო მოსაზრებებისთვის. პრინციპში ჩვენ ნამდვილად მოხარული ვართ და ეს ახლა ახალი ამბავი არ იყო ჩვენთვის, რომ თქვენ და ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ საკანონმდებლო წინადებასთან დაკავშირებით გვაქვს ერთიანი პოზიცია და ერთად გავაგრძელებთ პარლამენტშიც იმედია ამასთან დაკავშირებით დებატებში და დისკუსიებში მონაწილეობას. რაც შეეხება ზოგადად იმას ადმინისტრაციულ მექანიზმებს და ჯარიმებას, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენც ასევე ვფიქრობდით, თუმცა აქ შეიძლება სხვა დისკუსიის თემა იყოს, მაგრამ რამდენად შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ორგანო, რომელიც აჯარიმებს კონკრეტულ ხო ესეც შეიძლება ხო ჩვენს მექანიზმთან მიმართებაში თუ ამ პირობებში დაუშვათ კიდევ უფრო გაძლიერებაზე ვიფიქრებთ, შეიძლება ჯარიმებზეც იყოს საუბარი და იყო ერთ-ერთი შემოთავაზება ჩვენს მიმართ ესეთი, უბრალოდ აქ ეს საკითხიც შეიძლება დაისვას. დიდი მადლობა და ეხლა პრინციპში შეგვიძლია გავხსნათ უკვე დისკუსია და თუ მანიშნებთ ის ადამიანები, ვისაც გსურთ აზრის გამოხატვა, მე ჩავინიშნებ და რიგითობით, რა თქმა უნდა, მოგცემთ სიტყვას. დიახ, თქვენ მოგესალმებით, გრიგოლ გაგნიძე, უფლება დამცველი. რამაც ძალიან საინტერესო ინიციატივა, რა თქმა უნდა, ყველა ინიციატივა საინტერესოა და მით უმეტეს, როდესაც ისეთი ინიციატივა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის განვითარებას ეხება, აქ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეხლა ვადებთან დაკავშირებით, აქ არ იყო დაკონკრეტებული რა ვადებზე გულისხმობდით, უბრალოდ ზოგადად საინტერესოა ჩემი აზრით, ზოგადად ადმინისტრაციულ კოდექსში რაღაც გარკვეული ცვლილებების შეღავათების გაკეთებას სახელმწიფოს აპარატისთვის თუ ვადები საერთოდ თუ სამხარეო კოდექსის ვადებზე გულისხმობდით ამ ვადებზე. ეს დაკონკრეტებული არ იყო, ძალიან ზოგადად იყო თქვენი მიდან სქემა, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მე ხლა პარლამენტი ნამდვილად არ ვიცი რომელ კანონებს გულისხმობს აქ. ესევე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე უკვე ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მონიტორინგი ჩავატარეთ ქალთა დაწესებულებაში, ქალთა საპატიმროში და ესა ჩვენ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მთავრობის მიერ გამოცხადებული იყო წლევანდელი წელიწადი ქალთა უფლებების დაცვის წლად, ანუ ქალთა უფლებების დაცვა ძალადობისგან, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გარკვეული სტიმული მოგცა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩავთვალეთ ვალდებულება თავი, რომ ესე იგი მონიტორინგი ჩავგეტარებინა ქალთა დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეხლა რაც პირობებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეხლა როგორც კარგი პირობებია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ პრეტენზია ერთ თემაზე, ესე იგი 5 ქალბატონს შეწყალებაზე ჰქონდა შეტანილი პრეზიდენტთან განცხადება და არც ერთი ქალბატონი არ მოხვდა შეწყალების სიაში. სამწუხაროდ, არც ერთ ქალბატონს არ შეეხო. ხო, აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ აშკარად დისკრიმინაციული აქტი იყო, პრეზიდენტის ბოლო აქტი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი. ანუ იქ არის ესეთი ქალბატონი, რომელიც
7-8 წელია ზიან სასჯელს იხდიან 2-3 წელი დარჩათ სასჯელი ეხლა ჩვენ არ ვითხოვდით აქ ჩვენ არ ვითხოვდით ანუ უბრალოდ ჩვენ უბრალოდ ყურადღება გამოვიჩინეთ და გარკვეულწილად გვინდოდა რომ მათ ესე იგი ეს ფაქტურად რესოციალიზაციის შეიძლება ჩათვლილიყო რომ რესოციალიზაცია მათ უკვე განცდილი აქვს ანუ იქ ციხეს პირობებზე ჩართულები არიან სხვადასხვა წრეებში იქ რაც მათ რესოციაციას დადებითად მოემსახურა ძალიან მოკლედ ანუ თქვენ ალბათ დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით გინდათ რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შეწყალებაზე დიახ და რა იყო იცით ეხლა იქ ძალიან ფაქტობრივ გარემოებებში რო არ შევიდეთ იქნებ ძალიან მოკლედ შევაჯამოთ იმიტომ რომ სხვასაც უნდა დიახ უკაცრავად დიახ და ანუ ესე იგი ჩვენ კიდევ ვაგორებთ რომ რაღაც თვეებით რო შეხებოდა ან პირობით შეცვლილიყო ეხლა იქ თვითონ პატიმრებიც არ ითხოვდნენ იმას გინდა თუ არა ხვალე გამიშვი ანუ საპრობელიდან და ანუ ჩვენ გვინდა თქვათ რომ ეს პრეზიდენტის ბოლოს მიღებული აქტის შეწყალების იყო დისკრიმინაციული აშკარად დისკრიმინაციული ჩვენაზე პრესკონფერენციაც ჩავატარეთ მაგრამ ყურადღება არ აქვს და თქვენი დახმარებით თუ შეიძლება რაიმე ნაბიჯი გადაიდგას რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს ვინაიდან მათ უკვე 6 თვიანი ვადა ესე რომ თქვათ გაუქმებული აქვს 6 თვის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დიდი მადლობა ყურადღების და თუ სხვა გამძლეა ბოდის მოგახსენეთ დიდი მადლობა ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველი გახსნის პასუხს მით უმეტეს რომ მის შეწყალების კომისიის წევრიც არის არა სწორედ ამიტომაც მე მინდა რომ განმარტება გავაკეთო რამდენად ჩემთვის ცნობილია პრეზიდენტმა 3 უადო მსჯავრდებული ქალი შეიწყალა და რეალურად დღევანდელი მონაცემებით არც ერთი უადო მსჯავრდებული ქალი არ არსებობს და ეს არის მე ვფიქრობ ძალიან კარგი ეს ინფორმაციისთვის ანუ სხვა მეტი სხვა არ ვიცი ხო და კაცების დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ ამ გაგებით მაგრამ 3 ქალბატონია იყო კი ბატონო მაგრამ 3 ქალბატონი იყო უადო მსჯავრდებული რომელიც შეიწყალა და ასე ვთქვათ მათ უკვე ვადიანი სასჯელი აქვთ ეს რაც ჩემთვის არის ცნობილი ინფორმაციისთვის კი ბოლო კარგით დიდი მადლობა კიდევ ხომარ სურს ვინმეს გამოხატოს თქვენ ინგა და მე თქვენ ინგა გისმენთ ინგა ბერიძე ძალიან დიდი მადლობა ასე პერმანენტულად რომ საკითხს ვეხებით და ვაშუქებთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა დღესდღეობით და ძალზედ მნიშვნელოვანია თქვენი როლი ასევე სახალხო დამცველისა რომ უფრო მეტად მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ვიცით ხო რა შედეგები იყო. ეხლა უშუალოდ თქვენს საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით მინდა რამდენი მოსაზრება გამოვთქვა. ანუ პრაქტიკაც და ესეც. რაც შეეხება აქ იყო გაჟღერებული მეგობრის სასამართლოს მეგობრის სტატუსზე იყო საუბარი. მე არ ვიცი რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი და მთავრობის მეგონი თუ არ ვცდები მთავრობა ახსენეთ რომ მთავრობამ ეს ჩარევა ხო არ გამოვიდა. საკმაოდ კარგი პრაქტიკა აქვს განსაკუთრებით ჯანდაცვის საქმეებზე და სასამართლოში აქტიურად როგორც სახალხო დამცველიდან და ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც არის მიწოდებული მოსაზრებები საექსპერტო დონეზე და ეფექტურად გამოიყენა უზენაესმა სასამართლო ჯანდაცვის პრაქტიკაში. ფიქრობ რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოსამართლეებს არ აქვთ იმდენი დრო, სიტყვაზე თქვა, დღევანდელი რეალობიდან არ მიუწვდებათ ხელი აი ყველა ინფორმაციაზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რაც შეუძლია საექსპერტო დონეზე გააკეთოს სახალხო დამცველის აპარატმა, ანუ ომბუდსმენმა თვითონ და მიაწოდოს მოსაზრებები. ეს პირიქით უფრო გავიოლებს. ეს ხო სარეკომენდაციო ხასიათისა და აბსოლუტურად მივესალმები და მხარს უჭერს. ჩემი ყურადღება და შეშფოთებას იწვევს უფრო სხვა საკითხი. ეს არის, როდესაც კერძო პირებზე ვსაუბრობთ. ჩვენ და კერძო პირები, როდესაც არ გამოეხმაურებიან, არ მოგვაწდიან დღესდღეობით, რაც დგას ზოგადად პრობლემა და ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაშია, ხო კერძო პირებზე მაინც და მაინც არ ვრცელდება და იცით რის იმეშინია, აი დაუშვათ კი ბატონო მიიღეს და ითქვა რომ რაღაც მექანიზმი ჩაიდოს რომ დაისაჯონ. აი მერე ახსრულების მექანიზმი თუ არ იქნება ეფექტური და აი აქ ისევ ჩვენ ღიად დავტოვეთ ეს თემა ხო პირიქით ცუდი შეფასება და სისუსტე არ გამოიჩინოს. ამაზე სერიოზულად ნერვიულობ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი წლის სტატისტიკა გვაქვს ნანახი სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირებისადმი და ვიცით რომ აი დავუშვათ 600 რეკომენდაციიდან 63 შესრულდა 112-ზე პასუხი მივიღეთ და დანარჩენზე არც ვიცით რა ბედი ეწია, ხო?
კი 1% გვაქვს დაუშვათ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა და დასჯის მექანიზმები და გამომდინარე, მაგრამ მეშინია რომ აი უფრო არ გაუბრალოვდეს, ალბათ უფრო მეტად კარგი მექანიზმია ამასთან მიმართებაში მოსაფიქრებელი აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით ვამბობ. მინდოდა მადლობთ. დიდი მადლობა. თუ ბოდიშ რა თან დაკავშირებით როცა გავწევთ ჩვენ ვაგროვებთ ახლა კითხვებს და გიპასუხებთ ამაზე თქვენ თუ შეიძლება. მოგახსენებთ კახის ამხარაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი. ესეთი ორი კითხვა დამებადა ამიკოს კურიასთან დაკავშირებით. ესე პირველი ეხება ხო არ ჯობია რომ აღნიშნული წარდგინება სასამართლო მეგობრის წარდგინება განხორციელდეს საკასაციო სასამართლოში და არა ყველა სასამართლოში, იმდენ რამდენადაც საკასაციო სასამართლოა სწორედ ის ორგანო, რომელიც სამართლის საკითხს იკვლევს და აქედან გამომდინარე ის პრობლემაც თავიდან აცილებული იქნება, რომ არ მიემხროს რომელიმე მხარეს სასამართლო ამიკოს კურიის სპეციფიკა აქვს თავისებური ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენი წარდგინებაც ყოფილა ამ სასამართლოს მეგობრის თავისებური სპეციფიკა აქვს, რომელიც გარკვეულწილად იხრება რომელიმე მხარეს და აქედან გამომდინარე აი ეს ამის თავიდანარიდების და გამომდინარე საკასაციო სასამართლო შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს და მეორე კითხვა ეხება ამიკოს კურიას დაბარების საკითხს სასამართლოში, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ესეთი საკითხი დაისვა კომიტეტზე ერთ-ერთ განხილვის დროს, რომ როგორ უნდა მოხდეს ამ სახალხო დამცველის ან ნებისმიერი პირის დაბარება სასამართლოში, რომელიც წარადგენს ამიკოს კურიას და აი თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. დიდი მადლობა. ხომ არ არის კიდე კითხვები ამ ეტაპზე? კარგით, მაშინ იქნებ მაკა გასცემ პასუხს კითხვებს. პირველი კითხვა დაისვა ვადებთან დაკავშირებით, თუ რომელ ვადებზე არის საუბარი. აქ არის საუბარი პირველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილ ვადაზე, სადაც ჩაიწერა, როდესაც მიღებული იქნა კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება და ჩაიწერა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს 3 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოხდა დისკრიმინაციის ფაქტი, ან უნდა გაიგო, ან უნდა გაეგო, რომ აღნიშნულ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ჩვენ შეჩერებასთან დაკავშირებით სწორედ აი ამ ვადის შეჩერებას ვითხოვთ. და მეორე ვადის შეჩერებას, რომელსაც ვითხოვთ, ეს არის შრომით დავებზე სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ერთთვიანი ვადის შეჩერებას, ვინაიდან ჩვენთან არის შემოსული უამრავი საჩივარი, რომელიც შრომით დავას ეხება და ერთთვიანი ვადის არსებობის გამო ჩვენ ეს უამრავი საქმე შევაჩერეთ, იმიტომ რომ დაზარალებულმა არა, იმიტომ რომ უნდოდა სასამართლოს მიმართვა, არამედ ვადით იყო შემოფარგლული მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ მიმართა სასამართლოს. აი ეს იყო ვადებზე საუბარი. რაც შეეხება შემდგომ კითხვას, რომ ქალბატონი ინგას კითხვას მინდა ვუპასუხო, რომ დისკრიმინაციისთან დაკავშირებით დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საჯარო დაწესებულებებზე, ასევე კერძო პირებზეც გამონაკლისი, ანუ ამ შემთხვევაში გამონაკლისი არის ზოგადი წესიდან დადგენილი და რაც შეეხება იმას, რომ თქვათ აღსრულების მექანიზმის გარშე რამე დაჯარიმების მექანიზმის გარშე იქნება თუ არა ეფექტური, რომ არაფერი არ ჩავწეროთ, მაშინ გამოსწროს საერთოდ არ არის ეფექტური და საერთოდ არ არსებობს მათი ვალდებულება და დაჯარიმების გარეშე გარკვეული იმის შეგრძნება, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მან უნდა შეასრულოს და თუ არ შეასრულებს, თქვათ, ანგარიშებში დაიწერება, მოხდება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც რეკომენდაციას არ პასუხობს, ერთგვარი საზოგადოების იძულების მექანიზმი გახდება მათ მიმართ, რომ რეკომენდაციები და ზოგადად ზოგადი ღონისძიებები განახორციელონ მათ მიმართ. ამავე დროს საუბარი იყო იმაზე, რომ რამდენიმე წელში შეიძლება დადგეს 2-3 წელიწადში შეიძლება დადგეს იმის საჭიროება, რომ იყოს დაჯარიმების მექანიზმით და ზოგადად კერძო კომპანიები, კერძო პირები უნდა მიეჩვენენ იმას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მათ მიმართ სავალდებულოდ უნდა იყოს შესასრულებელი. და ბოლო არის ეს არის უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით, მხოლოდ უზენაეს სასამართლოში ჩვენ ვიცით, რომ ძირითადი შეფასება მტკიცებულებების გამოკვლევა და ასე შემდეგ ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოში და ძალიან ბევრჯერ თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ აქვს ნამსჯელი აღნიშნულ საკითხზე, მხარე ვერ ასაჩივრებს თქვათ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აი ამ კუთხით. ამასთანავე დისკრიმინაციის საკითხებისადმი სწორი მიდგომა და სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს პირველი ინსტანციის სასამართლოდანვე და არ უნდა დაელოდოს მხარე 3 წელიწადს სანამ იმოუზენაეს სასამართლოში და შეიძლება საქმე არც მივიდეს მან. რაც შეეხება დაბარებას, ჩვენ ეს საკითხი არ შეგვიტანია ჩვენ ცვლილებაში, ანუ როგორც ასეთი დაბარება სახალხო დამცველის ან სასამართლო მეგობრის არ არის ეს გათვალისწინებული ცვლილებებით, ამიტომ ვერაფერს ვეკეთებ.
ანუ რო დავამატო უბრალოდ ვალდებულება არ არის დაბარების, თუმცა რა თქმა უნდა სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს საჭიროდ რომ მოიწვიოს მხარე, რომელმაც შეიტანა ამიკუსი და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ეს არის მოწვევა სასამართლოს ინიციატივა და ბუნებრივია რომ ამიკუსს წარადგენ მოხარული იქნები მხოლოდ თუ მოგიწვიეს და თუ მოგეცა შესაძლებლობა მოსაზრების წარმოქმნის, ამიტომ ამის პრობლემა არ იქნება და თუ არ მივიდა წარმდგენი არც ეს აბრკოლებს სასამართლოს არანაირად, ხო და ამიტომ ეს თქვენ ამბობთ ჩვენ სამწინადებასთან დაკავშირებით იყო ესეთი დისკუსია თუ სხვა შემთხვევაში თუ არა ნამდვილად არ ყოფილა ამ დისკრიმინაციასთან ჩვენ გვაქვს მეორე ინიციატივაც რომელიც ზოგადად ეხება ადმინისტრაციულ საქმეებში ამიკუსის ინსტიტუტის გამოყენებას თუმცა იქაც სახალხო დამცველმა რა ფორმითაც შეიტანა იქ ეს ამაზე საუბარი არ არის უბრალოდ შემდეგ იყო ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოახდინა უკვე ამის ინიცირება ქუთაისში იყო ამის განხილვა მას უკვე ჩვენ ვერ დავესწარით ქუთაისში და შეიძლება უბრალოდ კომიტეტმა თავისი ინიციატივით დაუშვათ, იმიტომ რომ ეს უკვე მათი ინიციატივა და მათ უფლება აქვთ მოახდინონ ამის მოდიფიცირება, მაგრამ ჩვენს პირვანდელ ვერსიაში ესე ვთქვათ, ეს ინიციატივა არ ყოფილა. მადლობთ. დიახ, გისმენთ. ძალიან დიდი ბოდიში მეგობარო რა. ისა კონკრეტულად როგორ დისკრიმინაციის ფაქტები უფრო ჭარბობს ახლა აი პრაქტიკიდან გამომდინარე ბოლო ერთ წლის განმავლობაში მაინც როგორ დისკრიმინაციის ფაქტები უფრო ჭარბობს ნუ ხო რა პრაქტიკაში კანონის ძალას შესვლის დღიდან სახალხო დამცველთან შემოვიდა 84 საჩივარი და სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო 4 საქმის განხილვა, ანუ სულ არის 88 საჩივარი შემოსული. აღნიშნული საჩივრებიდან ყველაზე მეტი ეხება პოლიტიკური ნიშნის დისკრიმინაციას, შემდეგ მოდის დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, მოყვება პროფესიული კავშირებისადმი კუთვნილების გამო დისკრიმინაცია და შემდგომში სხვა ნიშნები. ყველაზე მეტად აი ეს ჭარბობს. მადლობას მოგახსენებთ გიორგი დვალაძე კოალიცია თანასწორობისთვის მე რეპლიკა მექნება უფრო ამიკუსის საკითხზე რადგანაც ამან ყველაზე მეტი ვნებათა ღელვა გამოიწვია როგორც ჩანს და ზოგადად ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მნიშვნელობა განსაკუთრებით დისკრიმინაციის საქმეებში მართალია საპარლამენტო მოსმენების დროს საუბარი იყო თითქოს ეს დაარღვევდა სასამართლოში მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპებს, თუმცა სწორად იქნა აღნიშნული სახალხო დამცველის მხრიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც, რომ ეს არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება სასამართლოს, რაც დამატებით ინფორმაციას აწვდის კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ ეს არ უნდა იქნეს ავტომატურად ჩათვლილი თითქოს სავალდებულო ხასიათის უნდა იყოს სასამართლოსთვის. გარდა ამისა, ამის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ ამ დროისთვის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობითაც კი არის ძალიან კომპლექსური ჩარჩო სახეზე. საქართველო არის ათობით საერთაშორისო ხელშეკრულების ხელშემკრალი მხარე საბედნიეროდ, რაც ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედებს დღეისთვის. აღნიშნა საკმარისი არის, რომ ვახსენოთ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრვის შესახებ დისკრიმინაცია, მათ შორის ასევე ბოლო დროს რატიფიცირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის კონვენცია და სხვა მრავალი. ეს ძალიან კომპლექსურ სამართლებრივ ბადეს ქმნის და სამართლებრივ საკითხებს წამოჭრეს, რაც ძალიან რთული შესაბასებელი არის. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაზე, არ მინდა რა თქმა უნდა სასამართლოს როლი და ავტორიტეტი დავაკმნოთ, თუმცა ეს ძალიან სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს და აი ამის გათვალისწინებით და როგორც ქალბატონმა ევამაც აღნიშნა ვაკუუმში არ უნდა განვიხილოთ ჩვენ არც ერთი ადამიანის უფლებათა საკითხი და არც ერთი საკანონმდებლო წინადადება. აი ამის გათვალისწინებით მგონია რომ ეს არის საქართველოს პარლამენტის მხრიდან სწორი ნაბიჯი, რომ ეს დამატებითი ექსპერტიზა არ მოაკლოს სასამართლოებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პოზიტიური პრაქტიკაც, უნდა აღინიშნოს, თქვენც თავადაც აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ საქმეში დისკრიმინაციის საკითხზე სასამართლომ დაგრთოთნება, თუმცა უფრო კარგი იქნება თუ ეს კანონით გაიწერება და დარეგულირდება. რა თქმა უნდა,
ამის ბუნებრივი საზღვრები არსებული ჩარჩოთიც არსებობს და ჩემი აზრით პირველად მიუხედავად იმისა, რომ პრინციპული საკითხი არ არის, რომ დაკონკრეტდეს სახალხო დამცველს არ ქონდეს უფლება თავის მიერ განხილულ საქმეზე წარადგინოს ამიკუსი, ეს უკვე არსებული კანონმდებლობით ისედაც რეგულირდება. ამიკუსის მოსაზრება უნდა იყოს წარდგენილი ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებული ორგანიზაციის მიერ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკით ძალიან კარგად გამყარებული და არსებულ ფარგლებშიც დასაშვებების საკითხზე ალბათ სასამართლო ამ საკითხს ისედაც განიხილავდა და დაარეგულირებდა. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო რეპლიკისთვის. ხომ რა აქვს ვინმე სურვილი ან რეპლიკა ან კითხვა დასვას? მაშინ შევაჯამებ ჩვენს შეხვედრას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა, კлау დიდი მადლობა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის და მადლობა ჩვენს მომხსენებლებს ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. მე უბრალოდ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოწვეული ყავდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ვინაიდან ესე აღმოჩნდა, რომ მათი შეფასებები ჩვენ პროექტთან დაკავშირებით უფრო კრიტიკული იყო ვიდრე პარლამენტის შეფასებები. და კარგი იქნებოდა მათი პოზიციაც მოგვესმინა, მაგრამ როგორც ხვდები, ჩვენ შეხვედრას არ ესწრებიან დღეს არც მთავრობის და არც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო დებატების დროს, როდესაც გადავინაცვლებთ, ასევე გავაგრძელებთ იქ საკმაოდ კონსტრუქციულ, ნაყოფიერ და საინტერესო დისკუსიას. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის.